მოგესალმებით სასტავ. პატარა პაუზის შემდეგ დაგიბრუნდით, როგორ ახართ? აგერ რეზი, მამამისთან ერთად. მოდი ბიჭო, მოეზნეყვე. მაგრამ უმინატრეთ ყველა დედას ბიჭო. რეზის მადლობა უნდა დაეთქვათ თქვენთვის, რომ მოხვედით და დაადითეილინგეთ მის ოქტაგონ დითეილინგში მანქანები და დიდი მადლობა ჩემგანაც, რომ გამოიყენეთ ჩემი პრომოკოდი და უთხარით, რომ ბექას განმოარო რა ხუაზე ხარ. მე ძალიან მაგრა გამისწორდა და დარწმუნებული ვარ თქვენ ძალიან მაგრა გაგისწორდათ. რა დაჟე ამოანათე ბექა თუ გინდა ფოტოები როგორები მოიყვანს და როგორები გავატარეთ. ის დღემდე მადლობებს გვიხდის და მეც მაგრამ ეს სიამოვნა რა რომ მოწონთ შენი გაკეთებული. ხო და გელოდებით კიდე ყველას ეს აქცია იქნება, ბექას აქცია იქნება. სიმონ მოდი დავთქვათ 3 თვე ღმერთის ამობით არის. 3 თვე იყოს და მე კიდე გავაგრძელოთ 3 თვე. ხო, მოკლედ, ვინც მოხვალთ ჩემი სახელით რეზის გარაჟთან, ოქტაგონ დითეილინგში, რა თქმა უნდა მიიღებთ ფასდაკლებას. აღწერაში იქნება მათი Facebook გვერდი, სადაც დაუკავშირდებით, ყველაფერს გეტყვიან რა და როგორ. რა თქმა უნდა მადლობა ელიტ მობის რო გვეხმარება ამ მანქანის მოხვედრაში. შეიძლება უკვე რაღაც ახალი მანქანა გავაძროთ ნელ-ნელა. მათი დახმარებით, ოღონდ ეგ ჩემი არ იქნება ელიტ მობის დაკვეთით იქნება და საინტერესო მანქანა იქნება, უნდა მოვხოდოთ. ის შეიძლება იყოს, ახლა არაფერს არ ვეუბნები, მაგრამ შეიძლება იყოს. ძალიან მაგარი მანქანა არის, ხალხო. არც ბრენდს არ ვიძახით, არაფერს ხო? თუ ბრენდს არაფერს არ ვიძახით საერთოდ. ასე რომ დღეს უნდა მოვხოდოთ ვიზუალი ამ მანქანის, ცოტა მოვაზუმფარებთ, ვიყიდეთ საღებავს. ზედვე შევღებავთ ყველაფერს, არ იქნება რაღაც სასწაული. რეზი მაზრი გამაწყვეტინა როგორც ყოველთვის, მოკლედ ვღებავთ, ან ნაწილობრივ ან მთლიანად, ან შეიძლება 80%-ს ვნახოთ. ვიზუალი ცოტა მოიხოდება. სპოილერი უკვე ჩამოსულია და საბაჟოზეა. მალე გამოვიტანთ. მაგასაც მივაყოლოთ წინა ბამპერი თეთრი რო გავარცხილს ფერდება და მერე უკვე ტექნიკურად ას დაჩა პატრული მანევს მოუგვარებთ. ეს ულკიც წაშორდება. აი ესეც სამი სილუეტის წაშორდება. კაი, მოკლედ ბევრი სამუშაო გვაქვს და უკვე ზედმეტი ლაილაის გარეშე დავიწყოთ. დავიწყეთ მანქანის გაზუმფარება. რა თქმა უნდა, იდეალური ფიზიკურად არ გამოვიდოდა, რადგან არც სპეციალური აპარატი არ მქონდა და უფრო ბევრი დროც დამჭირდებოდა. ასე რომ ზედაპირულად გავაზუმფარეთ მინიმალურად, რადგან მიეღოს აღებავი უბრალოდ ზედაპირს. ზომები თუ გაინტერესებს, დავიწყეთ თავიდან 400-დან და ავიდით სულ 800-იანამდე. ხალხო, ეხა ნახეთ რა. აქეთ აი ფარებს შეხედეთ, ესეთი მდგომარეობა არის. მე ვაკეთებ მარჯვენა მხარეს, ბექა აკეთებს მარცხენა მხარეს. და ბოლოს შედეგს ვანახებ და კომენტარებში დაწერონ ვისი ჯობია. დაწყობს, დავაი. ნახეთ, ჩეთერობს უკვე წყალი წამართვა. ნაბარა. დავაპურხეთ ისე რეზი. დიახ, როგორც რეზიმ თქვა, ავყებია მაიმუნობას და დავიწყეთ შეჯიბრი ფარების პოლირებაში. ჩემი აზრით ორივეს ერთნაირად გამოგვდის, იმიტომ რომ ერთნაირი გამოცდილება გვაქვს, მაგრამ სავარაუდოდ რეზი ასე არ ფიქრობს. აი, ხალხო ვაღიარებ, ჩემი არის უფრო მუქია, აგერ ჩემი და აგერ რეზისი უფრო ღიაა. всё, მოიგო რეზიმ, თავი დამანებე. არა, კიდე მაზით მოვჩე. რა თქმა უნდა, რეზის ტვინი რო არ წაიღო, ვაღიარე ჩემი დამარცხება და გავაგრძელე, მაგრამ გინდა თუ არა შეჯიბრი არ დამთავრდება, სანამ ბოლომდე არ გავაპოლირებთო. შესაბამისად, ავიღეთ პოლირების კრემი, ავიღეთ აპარატი და შევუდექით პოლირებას. ამ თამაშში კიდე როგორც ხედავთ, საკმაოდ შეიცვალა ფარების ვიზუალი და უფრო ლამაზი გახდა. ნამდვილად სჭირდებოდა ამ მანქანას ეს. და დიახ, ახლა უფრო გამოიკვეთა ის ფაქტი, რომ სხვადასხვა ფარია. მაგრამ ეგ არაფერი, მაინც ლამაზია. ესე იგი მე და რიზმენას ნამუშევარი სხვადასხვა ფარი რო ეხა უფრო გამოჩნდა. მაგრამ არა უშავს. ფაროსანა. ხო და ესეც შედეგები. ეს არის რეზის ფარი, ნანჯისფერი მოხუვის მარშრუტით. არა საკმაოდ კაი გამოვიდა რეზი, ხო იცი? აუ რა იყო და რა გახდა ჩემი რას ლაპარაკობ ძალიან მაგარია. Before after არა ის. ესეც ჩემი. ნუ პრინციპში იდენტურია. ვაიმე, დამალაპარაკე რა. რა გინებთ გავანეთ? დამალაპარაკე ხალხი. დაინახეთ ხო ეხა რა უგულოდ გააკეთა ჩემი ფარის რივიუ და თავისი იმენა გადასვლებით და დაადებს ეხა რამე სიმღერას და ხო ჩემი უფრო კაი არის თქვით რა. ერთხელ და სამუდამოდ გავაჩვენოთ ეს მანიპულატორი ადამიანი. რა სიტყვა თქვი? მანიპულირებ. მანიპულირებ რა კაი რაღაცა თქვი მანიპულირება სადგაჭი. ძრავი ხო იმას აქვს დავაორთქლოთ. რა ვქნათ? ორთქლით და ძრავი. ეგ საჩალი თუ არის სვეტში. ხო ვიცი ვაკეთებ და ვიცი. ამი ძრავი მინდა გავალამაზო. ხო, აი ეს მანქანა დაიმახსოვრეთ და Before და after იქნება. ჩემ დითეილინგ გარაჟში განახებ როგორი გამოვა ესეც რა.
მომდევნო სამუშაო დღეს ასტავ მივაზუმფარეთ მანქანა. გამოჩნდა აგერ ნაშპაკლები და მთელი ამბები. აქაც ცოტაზე შპაკლი უნდა, მაგრამ გავუკეთებ თუ არა, არ ვიცი, იმიტომ რომ რა აზრი აქვს. ისედაც შეიღებება და ეს დაიფარება. ნუ თავზე გადაყოლას არ ვაპირებ, მაგრამ ლამაზი რო გახდეს მაგას ვაპირებ. ესეც ვერცხლისფერი გახდება, კაპოტს შავსტოვებთ. აქაც წესით ცოტას მივა შპაკლავ მივალამაზებ. ხო, როგორც იქნა ჩამოვიდა სპოილერი და ახლა დავანბოქსინგოთ პლუს მოვაზომოთ ამ მაიმუნობას. აგერ განახებთ, ეს ჩვენი პაკეჯი. აი, იმდენი ხანი ველოდი ამ რაღაცას და იმ ხელად თანხა გადამახტევინეს, რომ ნერვები მაქვს მოშლილი, მაგრამ ძლივს ჩამოვიდა. ფიზიკურად ისეთი ფასები აქვს ამის სპოილერებს ხალხო, რომ ახლა მესმის ვისაც სპოილერი არ აქვს, რატო დადის სპოილერის გარეშე. გაფრენილი ფასებია ამის სპოილერებზე. მივაყენოთ და მივატესტოთ როგორია. ძალიან მაინტერესებს ერთსული მაქვს. იმდენი ხანი ველოდებოდი უბრალოდ. ოკეი, ეს ყუთი ლამის ჩემს სიმაღლეა. ესე იგი სწორად გამოწერე. სპოილერსაც რაღაც თქმა უნდა შევღებავთ ვერცხლისფრად ყველაფერთან ერთად. მანამდე მოვაზომო. გამარჯობა. აღზრდეთ მეგობარო. ეს არის ქვედა მხარე, შემოკარგებო. თავი საშურუფეებიც აქვს. ანუ მიხურეთ-მოხურეთ და მოგიწევს რაღაცეებს. ესეც ასე. ბოი. ზადარი შესაძლებლად რა. იმენა Subaru-ს ორიგინალი არ არის, მაგრამ იდეალური რეპლიკა არის. Subaru-ს ორიგინალი იცით რა არის ალბათ. კოსმოსური თანხა. ეს არის ეგრეთ წოდებული ტაივანი. აი, ხო მოვაზომო. მიახლოებით ასე იჯდება და რა მაგარი გამოვიდა უბრალოდ შეხედეთ. ვაფშე შეიცვალა მანქანის ვიზუალი. ეხლა ეს შოუები მოუხდა რატომღაც. მაგრამ ეს ვერცხლისფერი იქნება. შოუის სპოილერი რა მაგრა აკვდება ხო არ გადაობთ. ჩემი ვაფშე სხვა მანქანაა ფსიო. ეგეთი მახინჯი აღარ არის. დროებით ხარ დავაყენე დავაშურებ ერთი მაგის. და მე შევღებავ. დღეს მაინც ვერ ვღებავ, ან დრო არ მეყო ფიზიკურად. ნახე, რა მაგარია. მინესტიაია. აქ ბექამ გადაწყვიტა რომ მოკლეს დროში შეძლებდა ამ სპოილერის დაყენებას. მაგრამ საბედნიეროდ ბოლოსკენ მიხვდა რომ ეს შეუძლებელი იყო. ნუ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში და გაანება თავი. ამის ნაცვლად კი დაიწყო შპაკლვა, ანუ იგივე ფილერის წასმა, რომ ზედმეტად გაბანძებული ადგილები ამოევსო. რა თქმა უნდა, ამას კარგად ვერ გააკეთებ საბოლოო ჯამში, მაგრამ იმას აჯობებს რაც იყო. ესე იგი სასტავ ცოტა შპაკლი წავუსვი აქ. რო გაშრება მე უკვე გავშპურკავ, მაგრამ ფიზიკურად ვერ გაშრება დღეს ძალიან ცივა. ერთი სულ დღეს ჭირდება ხოლმე ნორმალურად რო გაშრეს, ასე რომ მეორე დღეს მოვალ აქ. თუ სპოილერი დაანბოქსინდა დღეს, რაღაც საქმე გავაკეთე, თლად ისე არ ვიყავი, ასე რომ მოყოფილი ვარ. აი აქაც წავუსვი. ჩაღრმავება რო ჰქონდა. ცოტა მზიანი ამინდი რო იქნება, მაშინ დავბრუნდები, გავაგრძელებ, მოვიმარაგებ საღებავს, მოვიმარაგებ ყველაფერს და ერთიანად დავუშვებ, გავაკეთებ და შევღებავთ. ესეც მომდევნო დღე გადმოვიყონეთ Subaru რეზისთან გარაჟში, ეს გაპოლირებული ფარები ძალიან უხდება. დღესაც ძლივს გავაკეთეთ. დავიწყებ ახლა ამერების გაზუმფარებას, მე კიდე ერთ პირს გადავატარებ თუ დასჭირდა. შპაკლს მიუგრუნტავ და შპაკლულ ადგილებს და всё. უკვე მზად იქნება მგონი დასასხმელად. და ცოტასაც გადავატარებ კიდე სველ ზუმფარას, სადაც გამონათებები არის და სადაც პრიალა ადგილებია, რომ კარგად მიიღოს საღებავი და დენობაში ეგარი და ეგ. ასე რომ მგონი კაი გამოვა. კაპოტი რჩება შავი, წინ ვერცხლისფერი იქნება რა თქმა უნდა. ბამპერი თეთრი არ დარჩება. უკანა ბამპერს ხელს არ ვახლებ, იმიტომ რომ რავი აზრი არა აქვს ჩემი აზრით. შეიძლება მარტო გვერდები და წინა ბამპერი. ნუ მანქანას დაემსგავსოს და არ იყოს ალაგ-ალაგ მშვიდობაში. Let's go. დიახ, დავიწყე შელამაზება უკვე პანელების, სადაც გაშპაკლული არის იმენა ბოლომდე დამეწია, მე კიდე ერთი ფენა გადამესვა და ახლიდან დავალდებოდი რომ გამეშკურკა, მაგრამ რა თქმა უნდა მაგას არ ვიზა, უბრალოდ ერთხელ გავშკურკავ და всё, დავანებებ თავს. ასე რომ ხელი მეღლება და ვანებებ თავს. ნუ იმას აჯობებს რაც იყო რომ კიდე ბევრჯერ ვიტყვი ამას კი. სულ ზუმფარასაც შეეხება ეს ცოტა ადვილი პროცესი არის, უფრო ადვილად სრიალებს ზუმფარა და ისე არიღლები ადამიანი, ასე რომ აქ კიდევ ერთხელ გადავატარე. მოკლედ, მომდენო სამუშაო დღე ცოტათი მივაგრუნტე და ნახეთ რა მაგარი გახდა. უკვე რაღაცაზე მსგავსება ნელ-ნელა. ეს შავიც რომ მოშორდა, ვაფშე მაგარი იქნება. სპოილერზე ვფიქრობდი შავად დამეტოვებინა თუ არა, მაგრამ არა. ვერცხლისფერი დარჩება. გახდება უფრო სწორად. ეს არ მიმიგრუნტია, იმიტომ რომ მასკა არ მქონდა რომ აქ დამეწებებინა, ასე ვთქვათ, გადავიდოდა გრუნტიზედ. აქეთ კიდე მივგრუნტე კიდე ცოტათი. ნორმალური მანქანა გამოდის. დამიწერეთ კომენტარებში ამ მანქანასაც ჩაუტაროთ თუ არა ბათუმის ტესტი.
წინ და უკან, როგორც მაშინ. ნახოთ, მოხოდავ რაღაცებს და თუ გამოვა. კაი, ეხლა უნდა შევფუთოთ გარაჟი და მანქანა. ჩამოვდით რეზისთან და ვამზადებთ ყველაფერს. იმედი მაქვს დღეს მოვასწრებთ დასხმას საღებავის თუ არა და შემდეგ სამუშაო დღეს დავასხავთ. მანამდე შეფუთული იქნება მანქანა. ხო, სპოილერსაც გავამზადებ და всё. აი ასე გამოიყურება. ეს საშინელება მოშორდება, ეს ხელს რო უსვავ, არაფერი არ ეთყობა, უბრალოდ გადატანილი აქ, რავი, ჩამჯდარია შიგნით იმაში, პაკლში. აქ უკვე მე და რეზის ძალიან მოგვეწონა ნოსტალგია, რადგან ლანსერი როდესაც გვყავდა, ასე ვამზადებდით შესაღებად და გარაჟსაც ესე ვხოდავდით. იგივე ტემპერატურა, იგივე ამინდი, ყველაფერი მოკლედ ესე იყო. აი, მოდი. ეხლა მოდი, როგორც არის, მოდი, ცოტა იქით აიღე კიდე. მოდი. გაასწორე. მოდი, ცოტა ისე. მოდი. აი, იდეალურად არის, მოდი. ხო და დაუზარელმა რეზიმ და ბექამ დაიწყეს მანქანის შეფუთვა. იმაზე მეტი დრო წაიღო ვიდრე გვეგონა. გვეგონა რომ სადღაც 1 საათში მორჩებოდით, მაგრამ მთელი დღე დაიკავა მანქანის კარგად შეფუთვა, მისე რომ არსად არაფერი არ ყოფილიყო ზედმეტად გამოჩენილი, რომ ზედ არ გადასულიყო ან ლაკი, ან საღებავი, შესაბამისად საგულდაგულოდ შევფუთეთ ყველაფერი. მოკლედ გაგანია მუშაობა მიმდინარეობს და ძალიან დავიღალეთ მთელი დღე აი ამას ვაკეთებთ. ერთი ცალკე დღე უნდა მოკლედ დამასკვას. იმ ადგილების, რომელიც არ უნდა შეიღებოს. კრიშა არ იღებება, უკანა ბამპერი არ იღებება და აგერ რეზიმ საკაიფოდ გააკეთა ეს წინა მხარე, სუდამასკულია მთლიანად. ეგრევე მივასხავთ ამაზე. ახლა ეგ არის ჩემი გაკეთებული, მარტო ჩემი. დიახ. ხელები არაფათურა ერთმასულიერმა და გამოვიდა კაი. აჰა, ესეც ჩემი და რეზის ერთად, ეს ჩემი გაკეთებულია ეს ფარები და აქეთ მხარე. ნუ მოკლედ მზად არის. დღეს ფიზიკურად ვერ ვასხავთ საღებავს, რადგან ძალიან გათიშულები ვართ და გვიანია, მაგრამ ხვალ წესით დილით ადრე უკვე მოვალთ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, დავასხავთ, რადგან მე მეჩქარება, მე გავდივარ. დილას ადრე. დიახ, დილას ადრე უნდა დავასხავთ, რაც რეზის ძალიან უყვარს. დილას ადრე ადგომა. ცოტა უნდა შევაჩვიო, ასე რომ ესე არ შეიძლება, გაზარმაცებულია. საღოლს მამა, კარგად და გიმასკია. ეს გადარჩა და ვშიო, ეს ფანჯარა. მე რა შო, ფანჯარა კიდე შუშა. ეგ არის, ყველაფერი მზადაა. ხო, ამასთან ერთად შეიღებება სპოილერიც. სპოილერი იქით გამზადებულია, არ სჭირდება მგონი აი ფერად გრუნტი, ჩამოსხმულია პირდაპირ და გამზადებული, ზედმე მივასხავთ. თუ საღებავი აძვრა კიდე მე რეზიმს ვეჩხუბები, იმიტომ რომ რეზიმი ხა არაძვრებაო. ეგ არის, კრიშას დამასკულია. ანახე რა, ისე და რავი, გვიანი იქნება როცა გვირჩევენ, მაგრამ თან გვირჩევენ ხო? ხო რა, აი ესეთი არის ეს და პრიალა არ არის, წესით უნდა მიიღოს საღებავი, ხო ასეა. პრიალა არ არის. 800-იანი დავამუშაოთ ან საერთოდ და ეგ არის. წესით უნდა მიიღოს საღებავი რა. აი გაშკუკულს გავს. აი აგერ გამზადებული მაქვს ყველაფერი, თოფი გარეცხილია. მე კომპრესორს გამოვიღებთ ხვალდილით და ეგა. 1-3 საათში წესით შევღებავთ რა. თან ზამთარია, ცივა. დღისით იმედია მზე იქნება. დილით ფორსურად. ხვალ წესით კაი ამინდია. ზეგისთვის მინდოდა, იმიტომ რომ არ მეცალა ხვალ, მაგრამ ფიზიკურად ისეთი ცუდი ამინდი იქნება. ზეგრო არ გამოვა. ასე რომ ხვალამდე. ესეც მომდევნო დილას ასტავ. მე ახალი გაგვიძებული ვარ. არის 8:41. მანქანა მთლიანად დამასკულია. ერთადერთი დარჩა საბურავები. საბურავებს შევფუთავთ და ეგ არის. გავწმინდათ თავიდან ბოლომდე, სპოილერიან ყველაფრიანად. ყველაფერს შევღებავთ. ნუ წერის და უკანა ბამპერის გარდა. გუშინ ცოტა გრუნტი მივასხი და კარგად არის ახლა. ამ ადგილებში ნუ ეს პატარა დეფექტები ექნება, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. თავარია საღებავი განახლდება და იპრიალებს მანქანა. როგორც ყოველთვის იდეალურს ვერ ვაკეთებთ, ფიზიკურად არ გვაქვს მაგის პირობები, მაგრამ კარგი იქნება. ასე რომ შევუდგები ახლა ყველაფრის გაწმენდას. ეს გარაჟიც თუ ისე შევფუთეთ, რომ წერი არ ყოფილიყო. ან მე მგონი გამოგვივიდა, წერი არ არის. ნუ ბევრი მტერი არის მომავალს გაშრობას. გაწმენდას ბევრი არაფერი არ უნდა, სპეციალური აცეტონი არის, რომელიც შევიძინე და სპეციალური სალფეტკით ვწმენთ და რეზი გამოვიდა, მე დამხედა როგორ ვიყავი, შეამოწვა მაინც, რამე ხوار მიჭირდა. მოკლედ მზადა ვართ, გავუბრძანდა ვაჟ ბატონი, ეძინება დილით არაფერს გაკეთების ტრაკი არა აქვს, მოკლედ, ანუ საერთოდ არაფერი არ შეუძლია, უფუნქციოდ დგას აი ესე და მიყურებს. მაგრამ გამოვიყვანე მაინც. ხო გამოგვიძე. ხვალე უკვე გავაკეთე. კაი. ვიწყებ შეზავებას, გავამზადე პისტოლი და გავამზადე კომპრესორი. პისტოლი გარეცხილია და სუფთა არის, მშვენიერი გარედან არ შემჩნევ, შიგნით სუფთაა. გახსოვთ ეს ლანსერის საღებავი, წითელი. ხო, გავწმინდავთ ახლა მთლიანად. დავამუშავებ ზედაპირს და წევიდა დასხმა.
სამწუხაროდ რეზი აქ უკვე გამეპარა, იმიტომ რომ სიცხემ აუწია. დიახ, რეზი გაგვიცივდა, სავარაუდოდ მეც მცივდები და მაგიტო დუდღუნებ ეხა ცხვირში. აქ საღებავს ვაზავებ. სუდამავისდა და ერთი შვიდჯერ ჩავიხედე Google-ში და ასთვისი გავიხსენე შეზავება. აუცილებელია შეზავებისას იდეალური კონსისტენცია რომ მიიღოს საღებავმა და იდეალური ნაზავი, გამხსნელის და საღებავის. უეჭველი ეს ჭურჭელი დაეთრიეთ, რომელზეც აღნიშნულია ყველაფერი. დამჯერეთ ძალიან დაგეხმარებათ. და წავიდა პირველი ფენის დასხმა. აქ რამდენიმეჯერ გავასწორე იარაღი, იმიტომ რომ არეული იყო გაწმენდის შემდეგ და ყველაფერი რომ გავიხსენე და ნორმალურად ავაწყე, გავასწორე, პირველი ფენაც დაესხა. აი, ეს არის პირველი ფენა სასტავ. გამოდის მგონი საკმაოდ კარგი. უარ გადავა. ეს განათლება მაგრამ ეხმარება. მაგრამ ადგილი როგორც ყოველთვის არ ამყოფნის. ნუ, პირველი ფენა რახან არის? ალაგ-ალაგ იქნება, ნაკლულებიდან ზედმეტობები. მაგ ყველაფერს გავასწორებთ მეორე ფენაზე. აქ ეს დეფექტები არ შემჩნიოთ, ამის დამუშავებას არ ვაპირებდი ისედაც. ესეც ასე, გვერდზე შავი აღარ არის. ისე რომ ხო. აი, სპოილერის შესახები მაქვს ახლა. სპოილერის შეღება შედარებით გამიმარტივდა, რადგან ნაჭერი თვითონ პატარა არის და დიდი სამოძრაო არ აქვს, არც გჭირდება რაღაც სასწაულად რომ გადაატარ გადმოატარო. აი, დიდ პანელებზე კიდე უკვე რთული არის ლაკის დასხმა, რადგან კომპრესორს არ ყოფნის სიმძლავრე, არ ყოფნის მოცულობა, 25 ლიტრიანი მაქვს და ადგილ-ადგილ აკლებს წნევას. რის გამოც ლაკზე ჩნდება ნაღვენთები და ზოგან საკმარისი არ ესხმება. ესე იგი სასტავ როგორც ხედავთ, ესეც შეიღება პირველ ფენად. შენურად იღებს საღებავს, უპრობლემოდ, არავითარი ღვენთები არ გვაქვს. ნაღვენთები თუ რაც ქვია. სანამ ეხლა მე იმ მანქანას გავაკეთებ მეორე ფენას სანამ დავასხავ. სანამ მეორე ფენას დავასხავთ აქ ეს გაშრება. გადმოვალთ აქ, მე იქით ლაკი და ეგ არის. აი ლაკის დასხმა ცოტა მიჭირს. თავიდან ბევრი ნაღვენთი ქონდა ლაკზე და იმედია დღეს ცოტა კარგად გავაკეთებ უფრო. ლაკი ცოტა სპეციფიურია და მაგიტო. სწორი შეზავება უნდა, სწორი მთელი ამბებიდან მოკლედ. მაშინ შეიძლება შეზავებაც ცოტა ამერია. რომ ნახოთ. იმედია გამოვა. ეს ჩვენი პირველი ფენა უკვე მშრალია. კი, მშრალია. მშრალი ამზად არის შემდეგი ფენისთვის. Very nice. დიახ, მეორე ფენაც საკმაოდ კარგად მიიღო მანქანამ. ეს პროცესი საერთოდ არ გამიჭირდა. მაინც ალბათ გამოცდილება ხო ხდებით. და ალბათ საღებავისთვის კომპრესორის სიმძლავრე დიდად არ არის აუცილებელი რომ მაგარი იყოს. მაგრამ ლაკისთვის ძალიან სტაბილური წნევაა საჭირო. ესეც მეორე ფენა, მშვენიერი მთლიანად დაიფარა მანქანა. ძალიან კარგად გამოიყურება. არსად არაფერი ნაღვენთი არ არის და ეხლა ლაკზე ვნებილობ ცოტა. მოდია კაი გამომიყო. ეს მშვენიერია. ბრავო ბექა გისწავლია. ასწორებს მიყვარს სამღებრო რა არა ვქნა. ეს ბამპერი წერა შედარებისთვის როგორ თეთრი იყო და როგორი ვერცხლისფერი გახდა ეხლა. ვერცხლისფერია ეს მანქანა და რუხი კი უწერია ტექ პასპორტში. ხო, მეორე ფენას გავუკეთებთ ეხლა. ამათ ესენი საკაიფოდ გაშნენ და ესეც მზად იქნება. კაი. ესე იგი, პირველი ფენა მორჩა. საღებავი დამრჩა, იმიტომ რომ ისეც ვერცხლისფერი იყო მანქანა და კარგად დაიფარა. ახლა გადავდივართ ლაკზე. იმედია ლაკი გამოვა. ეგ არის ლაკის დროც მოვიდა და ჩემი აზრით კომპრესორს ძალიან ვეჭიდავებოდი ამის გამო პირველი ფენა ძალიან სქელი მომივიდა. რამაც მე ნაღვენთები გაიკეთა. რა თქმა უნდა, მაგის გარეშე ხარ შეიძლებოდა. ესეც ასე სასტავ. ორ-ორი ფენა ლაკის მერე მოვრჩით. კომპრესორის წნევა არ მყოფნიდა. მიპაუზებდა სულ და პლუს ადგილი არ მაქვს გვერდებზე. მანდ-მაინც გვერდებზე მაქვს ნაღვენთები სულ. იმიტომ რომ ვერ ვხედავ რას ვაკეთებ ნორმალურად. აქ ცოტა მეტი ადგილი იყო. ნუ შესაბამისად აქეთ ისე ძალიან ნაღვენთები არ არის, მაგრამ აქ არის იდეალურად. მე მოდის ცოტა დეფექტები და აქ ნაღვენთებია. რა ვიცი ჩანს თუ არა. ნუ აი ნაღვენთებია. ეს წესით შკურკა და ეს ამოიყვანს პოლირება, მაგრამ მაინც კარგი იქნებოდა რომ არ ყოფილიყო. და ამ პირობებში მეტი არ შემეძლო ფიზიკურად. ეს საკმაოდ კარგი გამოვიდა. აღარ არის გვერდებზე შავი. ერთი სული მაქვს, გვერდზე გავიდეს, განფუთო და დავამოგროთ სპოილერები. სპოილერი, ორ ნაწილად ხშირად გავაკეთე სპოილერები. ესეც სპოილერი, გალაკულ გაკრასკული, შეღებილი. აგერ მეორე სპოილერი. კარგად ჩანს რა, კამერაზე იდეალურიაო თითქოს, მაგრამ ესე რომ შეხედავ არა იდეალური. ნორმალურია. იმას ჯობია რაც იყო. და ეს ბამპერი თეთრი აღარ არის. როგორც იქნა. აი, რავი, გავაკეთოთ თუ არა ბათუმის ტრიპი ისევ, ბათუმი და უკან დამიწერეთ კომენტარებში. ამის ამორტიზატორები მინდა ვიჩალიჩო, თორე საშინლად დადის ანუ რა. უკანებს გასხმულია ქაშკარად და თუ ვინმეს გეგულებათ იაფად მომწერეთ შევიცენ დიდი სიამოვნებით.
რეზის დღეს სიცხე აქვს და ფიზიკურად ვერ დამეხმარო ვერაფერში, მაგრამ გუშინ კაი საქმე გააკეთა და მთლიანად დამასკა მანქანა. ისე რომ მადლობა რეზის. კაი, გავიქცევ ხა სახში და 2 დღეში დავბრუნდები. იმიტომ რომ ისეთი ტემპერატურაა, რომ ფიზიკურად არ გაშრება მანამდე და განფუთვას აზრი არ იქნება. საღებავიც კი აყვება. ასე რომ 2 დღეში განვფუთავთ. თქვენთვის წამები იქნება. Let's go. და წვიმს, მაგრამ კაი ხასიათზე ვარ, უნდა ჩავიდებ ნახო Subaru რას შვება. იმედია რეზის ხვიძავს. სველია მინდი გვაქვს დღეს ვაზის სუბანში. იმედია კაი გამოვიდა და იმედია ნორმალური გამოვიდა. ნახოთ რა იქნება. დღეს მინდა სპოილერის მიყენება, აუცილებლად. გაგვიწვიმდა სასტავ. მანქანა მშვენივრად გამოიყურება. ეს არის შეღებვიდან მეორე დღე. შეღებვის მერე 2 დღე გავიდა უფრო სწორად და აი ეს მშვენივრად გამოიყურება, ხელის შეხება უკვე შეიძლება. წვიმა აღარაფერს არ დაუშავებს იდეაში. მე მეგონა რომ ძალიან ღია გამოვიდა თქო ფერი, არ ნახე რა მაგარ პრიალებს ზოგადად. ზოგადად უმეტეს ნაწილად ესე კარგად პრიალებს. ალაგ-ალაგ სადაც კომპრესორის წნევა აღარ მეყო, არ პრიალებს და უბრალოდ პრიალებს, მაგრამ სარკისებრად არა. ამ ფერს ხო ხედავთ, ჩვენი ძველი ფერი და იგივე არის ფაქტიურად. ძალიან მინიმალური განსხვავებით, იმიტომ რომ ეს უკვე მოძველებული ფერი არის, გახუნებულია და ეს ახალია შედარებით. საბუთში უწერია რუხი. რა ვიცი, ჩემ აუდისაც რუხი უწერია, მაგრამ რა ნაცრისფერია ჩემი აუდით. ასე კი არა, ვერცხლისფერი. ძალიან კაი გამოვიდა ჩემი აზრით და ერთი სული მაქვს განვფუთო. მოდით ერთად განვფუთოთ. განფუთვამაც წაიღო რა თქმა უნდა დრო, იმიტომ რომ კარგად იყო შეფუთული და საღებავიც არ უნდა ამეყოლებინეს, თორთხელად უნდა ყოფილიყავი, მაგრამ საბოლოო ჯამში განვფუთეთ და ჩვენმა სამღებრო სამუშაომ ასეთი შედეგი დაგვიდო. ესეც განფუთული მანქანა სასტავ. აქ კარგად ვერ გამოჩნდება რა თქმა უნდა, მაგრამ სპოილერებს რო დავაყენებთ, უკვე სპოილერს რო დავაყენებთ, გამოვიყვანთ და კაი კადრებს გადავუდებთ. ეს სპოილერს უნდა ვეჩალიჩო. სახურეტი მაქვს ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ქარხნული ადგილები არა აქვს ამ მოდელს, სადაც შეიძლება ეს სპოილერი დამაგრდეს. ანუ უნდა გავხრუტო. დავითით. პირდაპირ მნიშვნელობით 100 ჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი იყო აქ მოკლედ. დიდი ხანი დამჭირდა, მაგრამ საბოლოო ჯამში დავამთხვიე სიმეტრიულად ასე თუ ისე, სახრახნები სადაც უნდა ყოფილიყო, იქ გავხრიტეთ და მოვარგეთ სპოილერი საბოლოო ჯამში. ასევე მოგეხსენებათ სპოილერსაც აქვს თავისი სამუხრუჭე განათება და ეგეც დავაერთეთ. ეგ არის სპოილერი დავაყენეთ სასტავ. აი ესეთი ლამაზი რაღაცა არის. მაგრამ მოუხდა. კაი, ესეც დავაერთე და მითხეთ მუშაობს თუ არა, მაინც დავაჭერ მუხრუჭს. მუშაობდა ხო? ძალიან კაი, როგორც ჩანს, ყველაფერი მუშაობს სასტავ. ეხლა კი გამოვიყვანოთ გარეთ და გადავიღოთ ლამაზი კადრები. ნახოთ რა გამოგვივიდა. აი ხა უყურებთ და ასეთი გამოვიდა ჩვენი ლამაზმანი. ხო არ გადაობ ეს რა საყვარლობა რაღაცა გამოვიდა. ეს არ შეიმჩნიოთ, ამის გეკეთებას არც ვაპირებდი. დეფექტები რაც ჰქონდა ისე აქვს, მაგრამ შეღებილია მანქანა. ეს შავები აღარა აქვს. ძალიან ლამაზიც გამოვიდა მთლიანობაში. აქ ეს ცოტა გრუნტი გადამივიდა ამაზე, მაგრამ არა უშავს. ესეც უხდება. შემდეგში გასაკეთებელი გვაქვს მოკლედ ტექტატორიილება, უნდა გავატაროთ ეს მანქანა. კიდე გასაკეთებელი იქნება სანომრე განათება, რომელიც ვერ მოვიცალი ამისთვის, უნდა გავაკეთო აუცილებლად ვიშოვო ლედი და ისე გავაკეთო. ლედი ნატურა არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ამისთვის. ABS-ის სენსორი უნდა ვუშოვოთ და დავუყენოთ და უკან ამორტიზატორებს რამე თუ მოუხერხე, თუ არ და ეგრე დარჩება. ნახე რა კარგი ტიპია. გამაგრანატებს სანისლეები. ყველაზე მიმზიდველია თქო უნდა უკანა მხარეა. ძალიან მოუხდა სპოილერი. ასევე მინდა შეგახსენოთ დემეს გარაჟის შესახებ, რომელიც გავიკეთებთ ამაზე მოხებს და პლუს ჭერს. დემეს გარაჟს თავისი YouTube არხიც აქვს აუცილებლად და გამოიწერეთ, რომელსაც აღწერაში დავტოვებ აუცილებლად. და მთლიანობაში ეგ არის. ამ ვიდეოსთვის მგონი ხო? მეც ვერაფერს ვერ მოვასწრებ, თქო უნდა დაიდოს ვიდეოები, ვერ გავწელავ. ცოტა აქეთკენ გამოვისერინე ჰუალინგისკენ, მეთქი გავიკატაო თქო და მე გამახსენდა რომ ტექტატორიილება არ მაქვს. კიდევ კაი არ ჩავედი ბოლოში, თორე დამიწერდა კამერა. ნახეთ რა კარგი გამოვიდა. იმ ნაგავში შეღებილის ყვალობაზე. შვენივრად გამოიყურება მანქანა. ანუ მილიარდი თავის ჯობია იმას რაც მოვიყვანეთ. ასე და ამგვარად დიდი მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე, მე და ჩემი Subaru დაგემშვიდობებით. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო თუ მოგეწონათ. მე კიდე გნახავთ შემდეგში. ნავა თქვენიცით.